ნავთობი ბაქოდან რკინიგზით მოდიოდა ბათუმში, ხოლო პორტიდან იგზავნებოდა ევროპულ ქვეყნებში. თუმცა თავისუფალი ზონის სტატუსს თან ახლდა უარყოფითი შედეგებიც. აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან და გურიიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჩამოტანა გართულდა ბიუროკრატიული პროცესების გამო. ასევე გაიზარდა კრიმინალი. საზღვარზე ხშირი იყო ძარცვა და თავდასხმები, რის შესახებაც პრესა სისტემატიურად წერდა. მოიმატა კრიმინალმა და ეხანდელი ბარცხანის ტერიტორიაზე გავლაც კი საშიში იყო ამ წერენ პრესაში, იმიტომ რომ ბათუმი ერთ-ერთ საკმაოდ ესეთ კრიმინალურ ქალაქად ჩამოყალიბდაო, იმიტომ რომ დღე არ გავიდოდა რომ რაღაცა ძარცვა, ყაჩაღობა და მსგავსი რაღაცა არ მომხდარიყო, იმდენად თავი მოიყარა, ვთქვათ, აი ამ ჯგუფებმა პორტო-ფრანკოს საზღვრებთან. პორტში ხშირად ტარდებოდა გაფიცვები და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მუშათა აქციები. მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო კონტრაბანდა, აკრძალული ლიტერატურა, იარაღი და მეფის რუსეთის საწინააღმდეგო პროკლამაციები ხშირად სწორედ ბათუმის პორტის გზით მოძრაობდა. 1886 წელს პორტო-ფრანკო გაუქმდა. თუმცა ამას არ შეუფერხებია ნავსადგურის ფუნქციონირება. როცა აჭარელმა ჭაბუკმა შეყვარებულს უყიდა თავშალი და ის დამალა უნაგირის ქვეშ, მაგრამ მაინც უპოვეს, ბაჟი გადაახტევინეს ცხენით. წარმოგიდგენია? ხო და ამის გაგება ცხადია, რომ ახლა გლეხისთვის ძალიან ძნელი იყო, მან იცოდა, რომ ბათუმი იყო მისთვის ყველაზე ახლო და ხელსაყრელი ადგილი, რომ მაღალი ხარისხის საქონელი ეყიდა, მაგრამ ის გამოტანას უკვე ვეღარ ახერხებდა. გასაყიდად კი ბატონო, რაღაც ჩამოიტანდი, გაყიდი ხილს თუ სასოფლო-სამეურნეო კულტურას, მაგრამ უკვე იქიდან წაღება შეუძლებელი იყო და საზოგადოებაში გაჩნდა უკვე ეს დიდი წინააღმდეგობა, ამას აქტიურად იყენებდა რუსეთი და აზიის რომელიღაცა ქვეყნიდან აღარ მოხსენს შემოსულ გემზე ბაჟი დააწესა და ალბათ არ გაიკვირდება თუ ვიტყვი, რომ ევროპამ ამას შეხედა დუმილით. მეგონი რაღაც ესეთი სიტყვიერი პროტესტი კი გამოთქვას შეშფოთდა, მაგრამ გაატარა და ეს უკვე მიზეზი იყო რუსეთისთვის, რომ ცალმხრივად გაეუქმებინა ეს პორტო-ფრანკო. ბათუმი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად მზარდ ქალაქად რჩება, ხოლო პორტი პერიოდულად განიცდის რეკონსტრუქციას. საბჭოთა პერიოდში, მიუხედავად დასავლეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩაკეტილი კავშირისა, ბათუმის პორტის მნიშვნელობა არ შემცირებულა. აღსანიშნავია, რომ 1926 წელს დაიწყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა. კვალიფიცირებული ადგილობრივი მუშახელის დიდი ნაწილი რეპრესირებული იყო, დახვრეტილი, გადასახლებული ან ქვეყნის გარეთ გაქცეული. შედეგად ქარხანა ამერიკელმა სპეციალისტებმა ააშენეს ამერიკული ტექნიკითა და ინჟინრული პერსონალით. საბჭოთა პერიოდში ბათუმში არაერთი ობიექტი აშენდა დასავლური და ამერიკული პროექტებით. საბჭოთა პერიოდში თუ კი რამე შემოდიოდა, ყველაზე მეტად არის ეს კულტურა, რომელიც შემოდის სხვადასხვა სახით, იმიტომ რომ აბსოლუტურად იდევნება დასავლური ხელოვნება, კულტურა, ფილმი, სიმღერა, ჯინსი, ჩაცმულობა და ასე შემდეგ და ყველაფერი ძირითადად მაინც ბათუმის გავლით შემოდიოდა და შემოქონდა ძირითადად მეზღვაურის. ის რომ მაგალითად ფირფიტა და თუნდაც ვთქვათ, არ ვიცი, ბიტლზები შემოსული იყო, ამას ძალიან დიდი ფილტრი უნდა გაევლო და იყო რაღაც ცალკე მექანიზმი არსებობდა, მაგალითად სპეკულიანტების, რომელსაც ფარსოვშიკებს ეწოდებოდნენ, ძალიან ისეთი უცნაური სახელწოდება არის, ჩამოქონდათ რაღაც, ეს არის ტანსაცმელი, საღეჭი რეზინიცკი, ფირფიტები და ასე შემდეგ. ბათუმიდან შემოდიოდა არა მარტო საქართველოში, თქვათ რუსეთის საბჭოთა კავშირის დიდ ტერიტორიაზე ბათუმიდან ვრცელდებოდა. შემდგენელად ფასიც ემატებოდა, რაც უფრო შორი იყო, უბრალოდ 5 მაინეთი, 10 მაინეთი ემატებოდა, ხო მაგალითად ფირფიტა ბათუმსა და თბილისის შორის 10-20 მაინეთი ყოველთვის იყო განსხვავება. ხშირად იყო აქციები, მაგალითად, აი გაფიცვებს ატარებდა მუშები ხელფასის მოთხოვნით, ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, ხშირად გამოდიოდნენ ხოლმე და იფიცებოდნენ და ასევე ხშირად ბათუმის
ბათუმის პორტში შემოდიოდა აკრძალული კონტრაბანდა, აკრძალული ლიტერატურა, მათ შორის იარაღიც, პროკლამაციები იმ დროინდელი მეფის რუსეთის საწინააღმდეგო შესაბამისად და ამ მიმართულებითაც ხშირად პორტს იყენებდნენ აი ამ კონტრაბანდული სხვადასხვა საჭიროების შემოსატანად. კემბრიჯის ენერგომაძიებელი ასოციაციის პრეზიდენტი დენიელ ერგენი თავის ცნობილ ნაშრომში The Price განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ამ ფაქტზე. სწორედ ბათუმის ნავსადგური გახდა მსოფლიო ნავთობტრანსპორტირების ისტორიის ერთ-ერთი საწყისი წერტილი. 1892 წლის აგვისტოში ტანკერმა მიურექსმა ბათუმიდან პირველად ჩაიტანა ნავთობი საერთაშორისო ბაზარზე. და იგივე ტანკერმა იმავე წელს პირველად გაიარა სუეცის არხი, რაც ენერგეტიკული ლოგისტიკის განვითარების ახალ ეტაპად შეფასდა. ბათუმის ნავთობტრანსპორტირების პროექტის უკან 19-20 საუკუნის მთავარი ელიტა იდგა. ნობელები, როთშილდები, მარკუს სემუელი და ალექსანდრე მანტაშევი. მათი ხედვების და ინვესტიციების წყალობით ბათუმი საბოლოოდ განმტკიცდა როგორც ევრაზიული კორიდორის აუცილებელი რგოლი. სწორედ ამ პერიოდში იწყება ქალაქის ეკონომიკური აღზევებაც. ძალიან დადებითი მოუტანა პორტო-ფრანკომ მაშინ ბათუმს, იმიტომ რომ ჩამოდიოდნენ ბიზნეს ინტერესებისთვის, რა თქმა უნდა, აქ გაჩნდა ახალი ქუჩები, კეთილმოეწყო ქუჩები, სანიაღვრე არხები გაიყვანეს, ახალი სასტუმროები გაჩნდა მაღაზიები. კომპანია ბრანობელი უშვებდა საიუბილეო ალბომებს ყოველი 5 წლის თავზე. ასევე მოცემულია ცნობა ლუდვიგ ნობელი როგორ დაიარა ლუდვიგ ნობელმა ბათუმის პორტის ტერიტორია და როგორ მიაწოდა იმ დროის ბათუმის გენერალ გუბერნატორს თავისი მოსაზრებები თუ როგორ შეიძლებოდა აი ამ ბუნებრივი მშვიდი დაახლოებით 7 კილომეტრიანის არეალის გამოყენება შემდგომი პერსპექტივებისათვის. აი მონოპოლია უფრო მეტად პირველ რიგში ხელში ჩაიგდო როკფელერმა, ესეც ცნობილი ისტორია და ასე საინტერესო გამონათქვამია იმ დროის ევროპაში კასრი უფრო მეტი ღირდაო, ვინმე მასში ჩასხმული ნავთიო, ასეთი გამონათქვამია, იმიტომ რომ როკფელერს შეეძლო ფასებით თამაში. ძალიან მნიშვნელოვანი არის ფაქტი, რომ სადღაც 90-იანი წლებისთვის, ანუ 1890-იანი წლებისთვის, მსოფლიოს ნახევარზე მეტი მარაგდება სწორედ ბათუმიდან გატანილი ნავთობით და ეს რიცხვი არის ყველაზე კი იზრდება. ბათუმის პორტის მნიშვნელობა რუსეთის პოლიტიკური ინტერესებისთვის ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან იყო განსაზღვრული. კავკასიის მიმართულებით იმპერიის სტრატეგიული გათვლების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე გამავალი საზღვაო გზა იყო. რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ელიტა 1820-30-იან წლებში უკვე აფასებდა ბათუმის ბუნებრივ პირობებს. ღრმაწყლიან ყურეს, დაცულ რელიეფს და იმას, რომ აქ შესაძლებელი იყო მძიმე ტონაჟის გემების უსაფრთხოდ შეყვანა დამატებითი ინჟინერიული ჩარევის გარეშე. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება რუსეთის იმპერიის პორტის სისტემური შესწავლა, მათ შორის საგამოძიებო და სადაზვერვო მისიებით, რომლებიც ოსმალეთის ბატონობის პირობებში დაფარულად სრულდებოდა. ბათუმის პორტი ბუნებრივი პორტი იყო. ეს იყო ბუნებრივი ნავსაყუდელი, რომლის გავსი კავკასიის
შავი ზღვისპირეთის აკვატორიაში და სხვაგან ნაკლებად მოიპოვება, რადგანაც ქარები აქ ძალიან ნაკლებად იცოდა და რაც არ უნდა ქარი ამოვარდნილიყო, პორტში მდგომ გემს არაძლევდა, არ უქმნიდა რაიმე საშიშროებას, ისე როგორც სხვა ადგილებში. არის ერთ-ერთი გენერლის მიწერილი წერილი იმპერატორის კარზე, რომ ბათუმი იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი არისო თავისი გეოგრაფიული თვალსაზრისით, იმიტომ რომ თან ღრმა წყალი არის და თან ბუნებრივად დაცული ყური არის ქარისგან და ქარიშლიდან და ასე შემდეგ, რომ თუ კი ბრძოლით ვერ მოვიგებთ, რაც არ უნდა დაგვიჟდეს, ფულის უნდა გამოვიწყდეს, ხო წარმოგიდგენია. ასევე ყულევში ააშენეს რედუტკალეში, უფრო ზუსტად, ალტერნატიული პორტი, რომელიც გახსნის დღეს ორი გემი და ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ანუ იმდენად არა ის იყო ხელსაყრელი მდებარეობა ჰქონდა და ქარიშხლისგან არ იყო დაცული. მაგრამ ბათუმი ამ მხრივ იყო მისრება და ცხადია, რომ ეს ორი იმპერია რო ასკდებოდა, არა ორი, გაცილებით მეტი სხვადასხვა დროს. ამ დროისთვის ორი იმპერია რო ასკდებოდა ერთმანეთს, ამას თავისი ლოგიკა ჰქონდა. სანამ ოსმალეთის შემადგენლობაში არის ბათუმი, ბევრი ყოველ შემთხვევაში რამდენიმე არის ცნობილი, რომ შემოდის აქ მოგზაური ხშირად ეს მოგზაური არის ჩვეულებრივი აგენტი. მაგალითად, გენერალი გიორგი ყაზბეგის მოგონი ბარსელოს, რომელიც იყო რომელიღაცა მოგზაურის მხლებელი. ანუ ამისი ძირითადი მნიშვნელობა იყო დაზვერო რაღაც ინფორმაციების მოძიება, შესაძლო ომის შემთხვევაში, შესაძლო რა, ანუ ეს ომი გარდაუვალი იყო და სხვათა შორის ახლა დანგრეული არის უკვე რამდენიმე ისტორიული ციხე არის დანგრეული ბურუნთაბიე, რომელიც ოსმალებმა ააშენეს რუსეთიდან შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში ზღვიდან, ხო ცხადია. კიდე ასეთი რამდენიმე სარისუ იყო კიდე, რომელიც ასევე დანგრეულია, იყო დაახლოებით ბარცხანაში, იქ არის ახლაც. რუსეთ-ოსმალეთის მრავალ ომში ბათუმის პორტი ერთ-ერთი იმ ობიექტთაგანი იყო, რომელმაც დაპირისპირების დეტალურად ჩამოყალიბებულ მიზეზთა შორის მუდმივი ადგილი დაიკავა. იმპერიული სტრატეგიის თვალსაზრისით ბათუმი განიხილებოდა როგორც პუნქტი, რომლის ფლობა საშუალებას მისცემდა რუსეთს დაემყარებინა პირდაპირი საზღვაო წვდომა მის სამხრეთ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სივრცეებზე. სწორედ ამიტომ რუსეთის იმპერატორები კავკასიის სამხედრო სარდლობას რეგულარულად ავალებდნენ. ბათუმის დაკავება დაესახათ სტრატეგიულ პრიორიტეტად. 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდგომ, როდესაც აჭარა უკვე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, მაგრამ მანამდე იყო ძალიან დიდი მცდელობა. აი მაგალითად 1826-28 წლების ომის, ესე იგი დროს ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი მიმართულება ეს იყო ბათუმი და არა მარტო ბათუმი როგორც ქალაქის ხელში ჩაგდება, ან როგორც თუ შეიძლება ითქვას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით დასახლებული ადგილის ხელში ჩაგდება, არამედ სწორედ ბათუმის პორტის ხელში ჩაგდება. ამიტომ იყო რომ რუსეთის იმპერატორი კავკასიის მთავარ მმართველებს ავალებდა ყველაფერი ეღონა, რათა ბათუმის პორტი ხელში ჩაეგდო.